ზურაბ ფონდმა გამოაცხადა კონკურსი წინანდლის პრემიის მოსაპოვებლად. ნომინანტები გამოვლენილია და ჩვენი პროგრამა მათ კიდევ უფრო ახლოს გაგაცნობთ. თეატრალური და კინოხელოვნების ნომინანტები რამდენიმე დღის წინ წარადგინა. იმედის დილამ დღეს წარმოგიდგენთ უკვე ლიტერატურის განყოფილებას. პროზა, პოეზიის ნომინანტები, პროზა ბექა ადამაშვილი, ჯაბა ზარქოა და ანინა ტეფნაძე იმედია რომ შემოგვიერთდება, სავარაუდოდ საცობში მოყვა. პოეზია სალმონ ბენიძე, გიორგი კეკერიძე, ლია ლიკოკელი, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ქალბატონ ნინო ჟვანიას ვეუბნებით ასევე ეთერში. რა თქმა უნდა. წარმოვიდგინოთ თითოეული მათგანი და კიდევ უფრო ახლოს გავაცნოთ მაყურებელს. ჩვენ გვექნება საშუალება რომ ასევე ვიდეო აპლიკაცია წარმოვადგინოთ. დავიწყოთ ბექა ადამაშვილი. ბექა ადამაშვილი 24 წლის პროფესიით ჟურნალისტი. წინანდლის პრემიაზე პროზის ნომინაციაში წარდგენილია სადებიუტო წიგნით სახელწოდებით ბესტსელერი. ბესტსელერი. ბექა რა სიტყვა ამ კონკურსზე? თვითონ კონკურსზე უფრო უკეთესია ვიდრე ალბათ წიგნი, იმიტომ რომ მეტ ადამიანს გაახარებს ვიდრე თამდაბლობით დაიწყო. ეს უკვე ალბათ თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. წიგნი უფრო ეგოისტური მიდგომა არის იმ მხრივ, მე ვამბობ რომ კონკურსი ბევრად უფრო უკეთესია ვიდრე წიგნი, თორე შეიძლება წიგნიც კარგი იყოს. სანთისე არ გამომივიდეს რომ წიგნის სტუდია და შემთხვევით მოხდა. იმიტომ რომ ეს კონკურსი უფრო მეტ ადამიანს ახარებს დაუშვათ ვიდრე მარტო მე გამიხარდა ეს წიგნი და რამდენიმე მეგობარს. ხო, ბუნებრივია როცა წერ და მუშაობ, შემდგომში ჭირდება ხო ისთვის წერა. ხო, ან მოტივაციის მხრივ, იმიტომ რომ საქართველოში მე ერთხელ ადრე ვთქვი, ეს ძნად კი არ გამომივიდა უფრო ადრე ვთქვი. და კიდევ ერთხელ გაიმეორე. ხო, ერთხელ ურანით უფრო გამდიდრდები საქართველოში ვიდრე წიგნით, იმიტომ რომ წიგნით ძალიან რთულია რაღაც ქნა და ამ მხრივ ასეთი პრემიები არსებობს, ну რაღაც სტიმული მაინც გაქვს, რომ წელიწადში ერთხელ შეიძლება შენთვის გაისროლა საუბრობ უფრო ადრე როგორც ხო ვიღაცამ უფრო ბრძენა და დაიმახსოვრეთ, ეს არის ბექა ადამაშვილი, რომელმაც ერთხელ უკვე თქვა, საქართველოში ურანით უფრო გამდიდრდები, ვიდრე წიგნით. გვერდული გამონათქვამების სიაში არის ესეთი კონკურსები ძალიან კარგი, რომ ცალკე სტიმულს გაძლევს, ცალკე შეიძლება ფულიც მოგცეს, ფულიც არ მოგცა, მეგობრებს მაინც უხარიათ ხოლმე ცოტა ხანი, სანამ ნომინანტი ხარ, აი შენ შეიძლება მოიგო და გაჯერებენ, არა შენ მოიგებ, რა თქმა უნდა. თუმცა ბესტსელერის ავტორები ალბათ გარკვეულწილად მაინც ფიქრობენ ფულზეც. კი, რა თქმა უნდა. ყველაფერზე ერთად. კომერციაზე თუ არის ფიქრე ჩვენს საუკუნეში, მარტო რომანტიკით და რაღაც სხვა მიმდინარეობებთან სადრე იყო, ძნელად შეჭამ. საჭმელსაც და ზოგადად პურს. ეს უფრო პროცენტად ხო კიდე ერთმანეთ. მე ძნების ფრაზები ვიცი, წიგნში ჩავყარე, რომ მე უფრო მაგებიანი ყოფილიყო. ეს არასახელმწიფო ისე აქაც ამბობენ მაგაზე საუბრებს, ამათ ნათქვამი. ხო და წიგნს თვითონ არ შეიძლება მაგალითად უნდა თქვა, რომ კონკურსზე საუბრობენ. არა, წიგნზეც საინტერესო იქნება ასევე თქვენი შეფასება თავად ავტორის. ჩემი შეფასება არ ვიცი, ხალხი ამბობს რომ კარგია, იმიტომ რომ ოქტომბერში გამოვიდა და უკვე ერთი ტირაჟი გამოიწურა. ნუ რა თქმა უნდა, როცა იყიდება წიგნი არ ნიშნავს მაინც რომ კარგია, იმიტომ რომ ბევრი ისეთი წიგნის აყიდვა არ დავასახელ. მაგრამ თან ის არის კარგი წიგნზე ამბობს. და კონკრეტების გარეშე. არა, სხვა შემთხვევაში გულს ადრინდელი წიგნები არ დავასახელებ ავტორს. კბილები გააღრჭიალა უყარდა ხოლმე თქმა თავის წიგნებში. ესეთი ზმნა ქონდა. ხო და მაგ მხრივ გაამართლა რომ გაიყიდა და აზრის გამოხმარებას მაინც ამეთ კრიტიკული არ მინახავს. შეიძლება იმიტომ რომ კრიტიკულ აზრს არ გეუბნებიან ესეთ პირადად, შეიძლება იმიტომ რომ არ აქვს კრიტიკული აზრი ნახავ. კი ბატონო. დიდი მადლობა. შემდეგ ნომინანტზე გადავინაცვლოთ ჯაბა ზარქოა. ხოვთ ვიდეოს ეთერში. ჯაბა ზარქოა 26 წლის პროფესიით ექიმი. წინანდლის პრემიაზე პროზის ნომინაციაში წარდგენილია წიგნით სახელწოდებით მკითხველი უნდა მოკვდეს. ჯაბა შეიძლება პირდაპირ ესე ანუ ჟურნალისტმა გითხრათ რომ ხელი ესე გემოძრავდნენ. ნაიგრის ეგრეთ წოდებულს ვაკეთებდი მე მგონი. ჯაბა რამდენად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ამ პრემიაზე წარდგენა? მნიშვნელოვანი არის პრინციპში, ხო, წავდა კი წიგნით კი ბარემ ვიტყვი აქვე რომ
ჩვენ თუ არ მივხედეთ, ხო ან მოვხედოთ, მკითხველი უნდა მოგყვეს, არის ასეთი წიგნი, რომელიც გავიდა ნომინაციაში, პროზის ნომინაციაში და მოხდი სამეულში, სამრავალ გადასარევ ავტორთან ერთად და მნიშვნელოვანი არის ამ ტექსტს ერთი პრემიას ვაჭრობს მოგებული აქვს უკვე მეორესაც თუ მოიგებს ძალიან გამიხარდება გინდა მატერიალურად და გინდა ისე თუ წაეხმარება ეს გაყიდვებს და მეტად გავრცელებას წიგნისაც ეს პრემია უნდა ეხმარებოდეს სამწუხაროდ ჩვენთან უკუღმა ყველაფერი იმიტომ რომ ეს პრემიები როგორც ეს პოპულარული არ არის ხოლმე და წინანდლის პრემიას აქვს იმის ამბიცია როგორც ორგანიზატორებისგან ხედავთ რომ იყოს მასობრივი პოპულარული ახალგაზრდების ხო მიზიდულობის ცენტრი გახდეს ერთგვარი ნახოთ ჩვენც არ დავაკლებთ არაფერს რომ ეს გამოვიდეს და არ შევეწინააღმდეგებით ამას თუ გამოვა ხო კაი თუ არ გამოვა და არჩევა მხოლოდ ფული რაც ასევე კაია მაგრამ მარტო ეგ არ არის ყველამ ხრივ განაგრძო ნუ ჯიბეში ჩასვლას მეგონი თავშიც რაღაცები შევიდეს ალბათ არ უშლის ხელს სალომე ბენიძე შემდეგი ნომინანტი სალომე ბენიძე 28 წლის პროფესიით საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი. წინანდლის პრემიაზე პოეზიის ნომინაციაში წარდგენილია ლექსების კრებულით სახელწოდებით ამბავი უძინართა. სალომე ბენიძე, რომელსაც აქვს თავისი გამორჩეული სტილი, თანამედროვე ქართულ პოეზიაში. თავის მე ალბათ გამიჭირდება რაიმე დავამატო იმას რაც ჯაბამ და ბექამ უკვე თქვეს პრემიის მნიშვნელობაზე ანტონალობაში ალბათ ეს განაგრძო თუმცა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახალგაზრდა ავტორებისთვის ესეთი პრემიების არსებობა იმიტომ რომ საგამომცემლო სივრცის თავისუფლებამ ასევე ინტერნეტ სივრცის თავისუფლებამ ძალიან დიდი არჩევანი მისცა მკითხველს და ეს მარტო ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ალბათ ერთი მხრივ მკითხველისთვისაც მნიშვნელოვანია სანამ მოკვდება სანამ მკითხველი მოკვდება რომ იკითხოს ანუ რაღაც მინიშნება იყოს ერთგვარი საიდან შეიძლება დავუშვათ დაიწყოს კითხვა და გაეცნოს ახალგაზრდა არიან მკითხველი არა მე მგონი რომ მკითხველი მე მგონი რომ გაცილებით აქტიური მკითხველი ყავს შეიძლება ვიდრე გგონია იმიტომ რომ ისეთ ადგილას შეიძლება აღმოჩნდეს რომ წაუკითხავთ შენი წიგნები მართლა გამკვირვებია მე თვითონ და აგერ რამდენიმე დღის წინ წიგნის ფესტივალზე გიორგის წიგნის რიგში იდგა ასობით ადამიანი რაც იმას ფესტივალზე მკითხველი რა თქმა არა გიორგის ანუ ერთი კონკრეტული იდგა ძალიან საინტერესო გამაასება ნუ წავართმევთ ძვირფას დროს ჩვენს შემდეგ მეგობარს ლია ლიქოკელი ვიდეო ეთერში არ ქონია ვიდეო ლია ისე გავისწროთ პირდაპირ უფრო ახლოს ლია ლიქოკელი 28 წლის პოეტი წინანდლის პრემიაზე პოეზიის ნომინაციაში წარდგენილია სადებიუტო ლექსების კრებულით სახელწოდებით დევის ცოლის სიცილი არა ქონია ვიდეო ქონია ლია რას ნიშნავს თქვენთვის იყო ნომინაციაში რა განცდა ეს რა ვიცი კარგი ამბავია სასიამოვნო თქვენი მკითხველი ჩემი მკითხველი არსებობს ჯაბამ ცოცხალია ჯაბა ვერ შეეხო ჯერ ჩემი მკითხველთან ხო ჯაბას ჩვენს პოეზიაში კარგად ვოდის გული ჯერჯერობით ხო პრემიები კარგია იმის იმ ხრივ ხოლმე რომ მკითხველი იზრდება როგორც ეს და თქვენთვის როგორც პირადად თქვენთვის როგორც შემოქმედისთვის ესე რა პრემია ხო პრემიები რა ვიცი შეიძლება გაიფიქრო ხოლმე რომ აი ყოველად არ ვწერ მართლა რაღაც გავყვიტოს ხან არის ხოლმე გარდა ამისა ძალიან მოგცალებულია როგორც განასვა ხო რა ვიცი დანარჩენს რომელიც უკვე იცის დანარჩენს კითხველი იტყვის და გიორგი კეკელიძე ნახოთ ვიდეო გიორგი კეკელიძე 30 წლის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. წინანდლის პრემიაზე პოეზიის ნომინაციაში წარდგენილია ლექსების კრებულით სახელწოდებით პოეზია 2008-2013. დიდი მადლობა. კეკელიძე, რომლის წიგნის რიგში ასობით ადამიანები გარატურმენ. გასაგებია. ამას მნიშვნელობა არ აქვს.
დირექტორიც, როგორც დირექტორი ალბათ იტყვით, რომ კითხველი არ არის მკვდარი. არა, ჯაბა შეათხელა მათი რიგები და კიდევ არის ჩართული ამ ამბავში ჯერ თვითონ ცოცხალია, როგორც ხედავთ, თავარი მკვლელი ამ ამბის. რაც შეეხება სერიოზულად, ბუნებრივია მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ნებისმიერი პრემიის ვთქვათ, აღდგენა, თავიდან დაფუძნება, მით უმეტეს ისეთის როგორც წინადადის პრემია იყო, მე მახსოვს როცა ვთქვათ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ეს სწორედ მაშინ იყო, ვთქვათ აი ამ პრემიის პირველ 2 წელი, როდესაც ძალიან პოპულარული იყო, მთელი ვთქვათ ესეთი დებატებიც კი მოყვა რამდენიმე ავტორის გამარჯვება, ვერ გამარჯვებას და აქედანაც მახსოვს ძალიან ცხადად და ძალიან კარგია რომ აღდგა ეს პრემია. მართლა კარგია ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, თუნდაც იმიტომ რომ ვთქვათ ერთი პრემია აღარ იარსებებს ლიტერატურულ სივრცეში, რომელიც თავისთავად ასევე კარგი არის და შესაბამისად ვთქვათ ეს კონკურენციაც გაიზრდება რაღაც თვალსაზრისით და მკითხველიც დაინახავს რომ ადამიანებს აინტერესებს ლიტერატურა, რახან ფულს დებენ ბოლო-ბოლო მასში და შესაბამისად ვთქვათ მისი პრესტიჟიც აიწევს, ასე რომ მე მხოლოდ მივესალმები ამ ამბავს, შეეხება ჩემთვის მნიშვნელობას თუ მოვიგებ ხომ კარგი, თუ წავაგებ არ გამიხარდება, მაგრამ დრამატული და ტრაგიკული ამბავში არაფერი არ იქნება, ზღვარზე ვარ თან ახალგაზრდობის ამის მერე უკვე აღარ შემიძლია მონაწილეობის მიიღო შესაბამისად შვიდად უყურებ ახალი ტონალობას გიორგი გაყურებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ რომ ჩვენ საუბრობთ წინანდლის პრემიაზე რომელიც თავის დროზე ზურაბ ჟვანიამ დაარსა და წლების შემდეგ აღადგინა ქალბატონმა ნინო ჟვანიამ სამწუხაროდ ქალბატონ ნინო სტუდიაში ვერ მოვიდა პრემიის პოპულარიზაციას რა იწვევს ჩვენ საუბრობდით რომ არის კონკრეტული კონკურსები რომლებიც არ არის პოპულარული თუმცა ამაზე ვერ ვიტყვით ამ უკანასკნელზე რაზეც დღეს ჩვენ საუბრობთ აი რა იწვევს რაზე ის დამოკიდებული თქვენ ჟურნალისტები და ორგანიზატორები, რომლებსაც აქვს სურვილი, რომ ჟურნალისტებამდე მიიტანონ თავიანთი პრემიის პოპულარობის საკითხები. მე მაგალითად აი ეს პრემია, რომელიც გითხარით, რომ მოგებული მაქვს ილიონის პრემია, ყველაზე თანხობრივად იყო ყველაზე დიდი პრემია საქართველოში, რაც გეოდესმე გათამაშებულა იყო 10,000 ანუ ნაწილობრივ თანხაც განაპირობა. მაგრამ ხო, ამ თანხის პარალელურად პოპულარული არ იყო, ალბათ იმის ხარჯზეც იყო ეს თანხა მაგარი, რომ არ იყო პოპულარული და ამაზე დაზუსტდა. კი არ ქონდა შესაძლებელი. საბას იგივე მეორე კონკურსი, რომელიც არის პირიქით, ანუ პოპულარული არის და გაშუქება არ აკლია და ასე. ნახოთ აი წინანდლის პრემია რა ნიშას დაიჭერს ასე ვთქვათ ბაზარზე და როგორ შეგვიძლია. ავტორების განაპირობებენ პრემიის პოპულარობას, იმიტომ რომ თუ დავუშვათ რაღაც შორტლისტი საეჭვოდ გამოიყურება თავიდანვე, ხოთა ეჭვ ქვეშ დგება მკითხველისთვისაც და საზოგადოებისთვისაც იმ პრემიის პრესტიჟის საკითხი. არ ვიცი რა შეიძლება ჩვენ საეჭვოდ გამოვიყურებით ვინმეს, მაგრამ ზოგადად ეს რა ბუნებრივია ყოველთვის იქნება ალბათ რომ ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს, ან დაეთანხმება ან არა. კი, მაგრამ არის რა თქმა უნდა ამაშიც განსხვავება. არაერთხელ რაღაცა არაერთი მაგალითი გვაქვს ამის და იმიტომ ჩემს დაკვირვების შედეგს ვამბობ. ნომინანტების წარდგენა 2015 წლიდან კვლავ გაგრძელდება, წარმატებები უნდა უსურვოთ უკვე არსებულ ნომინანტებს. ბედნიერი ახალი წელი, წინასწარ გილოცავთ და წარმატებებს